არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბრძოლების მიმართ კანონი მკაცრდება. პროექტის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ გარკვეულ ადმინისტრაციულ დარღვევებზე ბრძოლს ადმინისტრაციული სახდელი აქვს დაკისრებული, მართვის მოწმობის უფლება აქვს ჩამორთმეული ან სახდელის პერიოდში იგივე სამართალდარღვევა დაუფიქსირდება, მართვის მოწმობის შეჩერების ვადა კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივდება. იმ შემთხვევაში, თუ ბრძოლს არ აქვს მართვის უფლება და ალკოჰოლური სიმთვრალის დროს მართვა დაუდასტურდება, გამოიწვევს ბრძოლის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10-დან 15 დღემდე ვადით. თუ ბრძოლის მართვის უფლება შეჩერებული აქვს, ბრძოლი ასევე 3000 ლარით დაჯარიმდება, შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 10-დან 15 დღემდე ვადით და მართვის უფლების შეჩერების ვადა დამატებით 3 წლით გაუხანგრძლივდება. კანონში შესატან ცვლილებებს გურჯაანელები დადებითად აფასებენ და კანონის კიდევ უფრო მეტად გამკაცრებას ითხოვენ. ეს ისეთი საკითხია, რომ ერთი წუთითაც არ შეიძლებოდა ამ საკითხის დაგვიანება, იმიტომ რომ მე როგორც ნახე ამ ბოლო პერიოდში 2024 წელს უფრო გაიზარდა ავარიების რიცხვი და ამბავი რა და შეიძლება მექანიკურად ადამიანმა ავარია გააკეთოს, მაგრამ ლოთობაზე გაკეთებული ავარია არანაირად საპატიო არ არის. ამიტომ რაც შეიძლება მკაცრი უნდა იყოს, იმიტომ რომ ადამიანების სიცოცხლე ეგრე უბრალოდ მოსპოს საწავაკაც არ გამოვა. ძალიან კარგია რომ გამკაცრდეს ეს კანონი. ლოთობა არავითარ შემთხვევაში საჭესთან არ შეიძლება. კანონი გათვალისწინებული არის ნასვამ ბრძოლებთან გამკაცრება აუცილებლობას წარმოადგენს. რამდენადაც საგზაო შემთხვევების ძალიან დიდი რაოდენობა არის დაკავშირებული ამ ნასვამ ბრძოლებთან. თუმცა ჩემი აზრი ესეთია, რომ მარტო ეგ საკმარისი არ იქნება. ადამიანის თვითშეგნება უნდა ამაღლდეს, თვითშეგნება. ეს ითამაშებს რაღაცა როლს გარკვეულწილად და ეჭვი არ მეპარება ამაში, რომ ეს აუცილებლად მისასალმებელი არის. მისასალმებელია ხაზუსამ გამკაცრება კანონისა. მაგრამ თვითშეგნება თვითონ ადამიანს უნდა ქონდეს იმის გაგება, იმის შეგნება, რომ არ არის ეს მიზანშეწონილი. ჯერ სულ არ უნდა დალიოს და უკიდურეს შემთხვევაში თუ დალია აქცია არის გააჩერე მანქანა და ადამიანობა გამოიჩინა. ალბათ ჩვენი ასე ვთქვათ პარლამენტი და კანონმდებლები ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს რომ კანონი გაიმკაცრებინათ, როდესაც კანონი მკაცრია ფიზიკურად ასე ვთქვათ უკვე მოქალაქეები ცდილობენ რომ არ მოუწიოთ კანონის დარღვევა და მე მაგალითად ბევრი ვიცი ძალიან რომ როდესაც უწევთ სუფრაზე მოხვედრა, ცდილობდნენ რომ საკუთარი ავტომობილი გააჩერონ და ტაქსი გამოძახებით გადაადგინენ. ესეც ერთ-ერთი საშუალებაა, რომ არ მოხვდნენ კანონის დამღვევად და ეს ამ ყველაფერმა განაპირობა კანონის ასე ვთქვათ გამკაცრება, რადგანაც თვითონ ითხოვს უკვე პირობ